დაბალი ღობე ყოფილვართ ეს საქართველო. ესე იგი გერმანიაში, საფრანგეთში, სადაც პოლიცია სრული უფლება აქვს მომიტინგებს, რომლებიც კანონს დაარღვევენ, გამოიყენოს ძალა, ჩვენთან თურმე უნდა პოლიცია აფურთხო, პოლიცია უნდა აგინო. და მერე გამოვლენ აი ეს ნაძირლები და ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ თურმე აქ დიქტატურაა ქვეყანაში, თურმე აქ იღება ადამიანის უფლებები. თურმე პოლიტპატიმარი არის ამაღლობელი, რომელმაც პოლიციას პირდაპირ ეთერში ცილა გააწნა. ამ ავადმყოფი ადამიანების ნებებს რა დააცხრობს, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ხელისუფლებამ უნდა დაამყაროს ქვეყანაში კანონის დიქტატურა, თორე ამდენ გიჟებთან ცხოვრება უკვე საშიშია, მეგობრებო. შაკუნდეს რუსთა ძალა ჩვენს დიდებულ მიწაზე წინ მებრძოლო ქართველო ვიბრძოლოთ და მივახსენოთ 2025 წელი იყოს ივანიშვილის გარეშე რუსულ კანონს არა უკვე ენერგია ეტყობა აღარ მიწყობს ხელს და ჩემი გრძელი სანთელი არიცი რა გელის რა გველის რა გელის გრძნობ რომ ვიღაცას რაღაც ელის სიმართლე გითხრათ მე ისეთი დამოკიდებულება და შეხედულება მაქვს რომ ქალბატონის სალონე ნებისმიერ შენობაში სადაც უნდა ბრძანდებოდეს მაინც პირველია მაინც ლიდერია მაინც ერთადერთი ლეგიტიმურია და რაც ყველაზე მთავარია მაინც შიშის ზარს ცემს იმ ხალხს რომელთაც გონიათ რომ ახლა მთავრობას წარმოადგენენ მათ შორის შიშის ზარს ცემს იმ ადამიანსაც რომელიც ვითომ პრეზიდენტი უნდა გახდეს მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს ასე რომ ფიზიკურად ქალბატონის სალონე რომელ შენობაში იქნება არ ამგონი ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა კონდეს იმიტომ რომ ქალბატონის სალონე რაღაც თვალსაზრისით უკვე სიმბოლოა ყველაფერი იმისა იმ ენერგიის აკუმულირებისა რაც საერთოდ ხდება საქართველოში თითქმის ერთი თვეა და ამას ვერაფერი ვერ შეაჩერებს საფლავის ქვაზე საშინელი წარწერა გერჩივნოთ სახიობის გადაკიდებას ეს მსახიობი ეს მე არ მითქვა შექსპირმა თქვა თქვენ გონიათ მე ვლაპარაკობთ ხო ეგეც არ იცით ხო შექსპირმა თქვა ჰამლეტში და ჰამლეტმა თავის გადასარჩენად თავი მოიგიჟიანა ჩვენც თავს მოვიგიჟიანებთ გინდა სხვადასხვა სახე გაჩვენო ხან ესეთი ვიქნები ხან ესეთი ვიქნები შემიძლია მოგეფერო კიდეც როგორ გინდა აი როგორ მოგესიამოვნება მოგეკცე აი როგორ ოღონდაც თავში არ ჩამარტყა და